ანონს ალბათ მაყურებელმა მოისმინა, გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. განახლებული შემადგენლობა ყველა არ იქნება, ჩვენი სტუმარი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც წინა სეზონზე იყო, ეხლაც იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს, სულ ეხლა ეს აჩუქარი მაჩუქა, მან 64-დან ჩამომიტანა, ესეც ვიტყვი. 64-დან ჩამოვიდა თბილისში. თეონა კონტრიძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც მინდა დავპატიჟო სტუდიაში. მოკლედ ალბათ კულისებში გამარჯობა თეონა, კარგად გამოიყურები, გამხდარი გალამაზებული. დიდი მადლობა, რომ ესეთი გრანდიოზული ღამის შემდეგ დაღლილი დატვირთული მოძებნე დრო და მოხვედი ჩვენთან. მადლობა. არაფერი გრანდიოზული ღამე არ მქონია, უარესი ღამეების ყოფილა. არა, ნუ დატვირთული სამუშაო ქონდა გუშინ. ქართულად როგორ ვთქვა, კონცერტის შემდეგ როგორც ვიცი, იყო თქვენი კიდე ერთი შეკრება, სადაც შეეგებეთ ახლიდან ერთმანეთს გადაკოცნეთ, დალიეთ, ჭამეთ, არ ვიცი. ძველი ახალი ნაცნობები მოინახულეთ. მე მგონი გუშინ ჩამოვედით, ხო? გუშინ ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ 12 წვილით. მე მგონი კარგი შემადგენლობაა, ხო? ნუ შედარება არ არის, არა, ისი თქმა მინდა, წინა სეზონი თავისებური იყო, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და სახასიათო მონაწილეები იყო და მართალი გითხრათ, ბატონი ვახოძე და დალიც ჭიტალა და ძალიან მაკლია მიუხედავად იმისა, რომ ვოკალურად ამ სეზონში რა თქმა უნდა მონაწილეები უდაოდ უფრო ძლიერები არიან ვიდრე წინა ტურში. წინა სეზონში, მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში ვოკალსა და ხასიათს შორის უპირატესობას ვანიჭებ ხასიათს. ანუ ეხლა ამ სეზონზე ვახო და დალი არიან თუ არ არიან სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი პოზიტივი მოქონდათ პირადად. ხო, დალი უნიკალურია, ესეთი თვითმყოფადი ადამიანი მე არ მინახავს, რაც არ უნდა მეთქვა და რანაირ ცინიზმსაც არ უნდა ქონოდა ჩემი მხრიდან ადგილი. ადამიანს არასოდეს არაფერი არ წკინდა. უბრალოდ აი ვამოწმებდი, როდის მოახდენდა რეაგირება. შენ გრადუს უმატებდი? აი არასოდეს. და იღებდა შენიშვნებს ყოველთვის და ფიქრობდა და ითვალისწინებდა კი მახსოვს. ეხლა ჩაატარე უკვე გუშინესწი ამდაგვარი ექსპერიმენტი, თქვა გაზომე შენი ცინიზმი ან შენი არა, სხვათა შორის აგრესიას არ ვიტყვი, იმიტომ რომ არა, აგრესია არ მაქვს. კი, მართალი ხარ, მაპატია წავიღე უკან ჩემი კრიტიკა რაღაცა კრიტიკა, ობიექტური კრიტიკა, რაღაც ტერმინები რომელიც არა, გუშინ კრიტიკას არ ყოფილა. გუშინ იყო რაღაცა მინიშნებები, შენიშვნები, რაც უნდა გამოიყენოს წყვილმა შემდეგ ტურში. ხო და იყო რაღაც მუსიკალური ტერმინები, მე ვერ გავიგე ზოგიერთი რაღაცებისით, რომელიც ალბათ მუსიკოსებისთვის გასაგები იყო. ხო, მე არ მგონია, რომ ეს ცოტა მოსაწყენი საყურებელი იყო ეს პუბლიკისთვის. პუბლიკაც ამ პროექტს ალბათ უყურებს, იმიტომ რომ რაღაც ახალი გაიგოს. ხადია. და ძალიან დიდი როლი გაქვთ ჟიურის წევრებს. გარდა იმისა, რომ 12-ვე წყვილმა უნდა შეასრულოს კარგად, დადოს შოუ, მოდი ესე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ დიდი წილი ამ შოუში ხარ შენ პირადად და ნუ შენი ძალიან მომწონს ის ფაქტი, ნანიკო, რომ წინა სეზონთან განსხვავებით ამ სეზონში მხოლოდ კოლეგები არიან ჟიურიში. ანუ ყველა მუსიკოსია სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ თავის ადგილას ბევრი მიღწევებით. მედალიზას ახლა ვერ ვითამაშებ იმას, რომ მედალიზამ პირველად ვნახეთ ერთმანეთი, ერთად ვართ გაზრდილები და მელიზას მამიდა ვარ. და აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათი. მამიდა. აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათი. იმიტომ თქვი ბაგრატიონი მინდა სისხლში გაქვს მაინც ეტყობა რაღაც ბაგრატიონები. მეწერეთელი მაქვს სისხლში და ლიზასაც და ბებიები ყვა და არანაკლები ბაგრატიონზე. ნაკლები ბაგრატიონზე, მაგრამ თეოდა რა მინდა გითხოთ. ვიცი რომ ეხლა თქვენ არ იტყვით დაუშვათ ვერ შეაფასებთ და არ შეაფასებთ, არც გაქვთ უფლება დაუშვათ გუშინდელი მონაწილეებზე რაღაც კონკრეტული გითხრათ და შეაფასებთ, მაგრამ აი ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი 2-იანი და 5-იანი სისტემა რო გავიხსენოთ, რამდენი ოროსანია, რამდენი ხუთოსანია? ოროსნები არ იყვნენ, იყვნენ მყარი სამოსნები, კარგი ოთხოსნები, აი ეს აი ჩვენ დროს რო იტყოდნენ 4+-ამ და ხუთიანებიც, ხუთიანებს დავწერ. მე არ ვიტყვი ვის, მაგრამ მე სამოსნებს ოროსნები მერჩვინა ყოველთვის. იმიტომ რომ ზუსტად ის რაც ვილაპარაკე, არა. ოროსანს პერსპექტივა აქვს, ან ის არ სწავლობს კონცეპტუალურად, ან იზრდება მაინც. იზრდება. და სამოსანი არაფერი არ შველის. ხო, მაგრამ ჩემთვის ერთი ხუთოსანი გამოიკვეთა გუშინ. შეიძლება მომავალ ტურში 2 ხუთოსანი, 3 ან თუნდაც 12 იყოს, მაგრამ არა, ხუთოსანი 1 იყო, კი. ხო, მოდი არ დავასახელოთ, ჯობია, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებლისთვისაც არის ის 1 ხუთოსანი, კარგი. დავტოვოთ ინტრიგა ყოველ შემთხვევაში. რა არის ის, რაც ქმნის მუსიკოსის ხასიათს ზოგადად? მუსიკოსის ხასიათს ქმნის გენეტიკა, ინტელექტი და ტალანტი. გენეტიკა ყველაფერი ერთად. უსათუოდ, აბა რა. იმას რასაც უნდა ყავდეს თქვა არა, იმას რასაც ისმენ სახლში, იმას რასაც ჭამ, იმას რასაც
აქცევ ყურადღებას, შენი კოორდინატების სისტემა, ეს ყველაფერი მოქმედებს შეხასიათდება. ისე ჭამაზე ბოდიში დაგაბრუნებ უკან შენ ერთ-ერთ მონაწილეს გუშინ ვთქარი რომ ხორცი ამოიღეო და ბევრად ფაქიზი იქნება შენი ენერგეტიკა სცენაზეო. მართლა აქვს მნიშვნელობა ხო საკვებს თქვა სიმღერასთან, სცენაზე დგომასთან, შენს მანერულობასთან და ენერგეტიკასთან. უდაოდ ჯერთი დავიწყოთ იქიდან რომ აბსოლუტურად გეცვლება ხედვა, მსოფლმხედველობა გეცვლება როგორც კი ხორცი იღებ რაციონიდან. მარხვა ხო არ არის უბრალო საკითხი, მარხვა ხო სიმშვიდეა. ამას ხმასთანაც რამე კავშირი აქვს? ხმასთან არ ვიცი რა კავშირი აქვს. თეონა, დამეთანხმება მაყურებელი ალბათ რომ თქვენ აკეთებთ შოუს, ნუ ეს არ ვიცი გენეტიკაა თუ რა, ყოველ შემთხვევაში ამის ნიჭი გაქვთ, ასე ჩანს მაყურებლის თვალით. მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა აი ნუ არ მოდის ემოცია, აი რაღაცა გინდა თქვა და ვერ ძებნი სიტყვებს, აი რაღაც ისეთი სიტუაცია იქნება. მე მეკითხები კონკრეტულად კონკრეტულად. არასდროს არ მქონია ეს შემთხვევა რომ ემოცია არ წამოვიდეს. იმიტომ რომ პროფესიონალი ვარ. მე მგონი ჯერ ერთი ეს ასპექტი და მე რაღაცა ისეთ ტრანსულ მდგომარეობაში შევდივარ სცენაზე, ისეთი მაგია და რაღაცა ქიმიური რეაქცია მემართება მიკროფონზე და პუბლიკაზე, რომ რას ნიშნავს ახლა ემოცია? გუშინ ხათაშო კი. გუშინდელი დაკვირვებით. რამდენიმე მონაწილე არის შენ ძალიან ახლობელი, მეგობარი, ნათესავი, ხო? და სულ მაინტერესებდა მათზე რა სიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია იყო სუბიექტური შენი მეგობრის მიმართ, მაგრამ შენ ისე დიპლომატიურად და ისე კარგად მაინც დავინახეთ რომელიც წინ გაუსარი 1-7 ტურს. ანუ ერთ წინადადებაში შენ ჩაატიე ყველა ის სათქმელი, რასაც იტყვი მომდენო ტურებში. ესეც მე მგონი ძალიან რთული გასაკეთებელია, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს ამისთვის, ხო? კორექტულად რაღაც საქართველოში მინიშნებები დავინახეთ. რუსეთში და ამერიკაში და რაღაცა დიდ სივრცეებში არასდროს არ ვაკონტროლებ თავს. საქართველოში აკონტროლებ, მოდი მითხარი, კიდევ უთხრათ ჩვენ. ზოგი მამი და ზოგი ნათესავია. ერთი თემა არის შენი Facebook-ი, რასაც ხალხი გახსნილად და მეორე თემა არის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ 15 წუთის წინ, inbox-ი. ის რაც ხდება ჩემ inbox-ში, ყველა ჩემი კრიტიკის მერე უბრალოდ სუსტი ნერვების და სუსტი ნებისყოფის ადამიანი ამას ვერ გაუძლებს. ანუ რა მოუწერიათ ყველა საშინელება ეს დღეები მეც ვწერე. არა, ნუ ვერ იმეტყველებს ჩემი ენა. ამას რაც მოუწერია ხალხს ქართულს შენზე? რაღაცები კი და რაღაცები არა. როდესაც ადამიანს რაღაცა ეს რიცხვის გრადუსი ისე უწევს. რიცხვა და ლექსიკაა საოცარი. პედოფილია არ გამოიწვევს ჩემში ეგეთ რეაქციას, რაც შეიძლება გამოიწვევს მაგალითად ჩემმა რაღაცა რელიგიურმა კითხვამ ან რაღაცამ. ამას მახსოვს ეს კითხვა, რაზეც მე ძალიან დიდი ამბავი აწყდა. და ამიტომ შენ ახლა დააგდე გრადუსი, თქვა შენი კრიტიკის, არა, მე გრადუსს არ დავაგდებ არასოდეს, იმიტომ რომ ჩემი ფუნქცია არის ვიყო კრიტიკული. მე ამაში ვიღებ ჰონორარს და არა პატარას და მე ამიტომ მომიწვია ტელეკომპანია იმედმა მეორედ უკვე რომ მე ეს ფუნქცია შევასრულო ცენზორის და ადამიანი როდესაც მიდის გინეკოლოგთან არასდროს არ ეუბნება რომ დიაგნოზი არ მითხრაო ნებისმიერ ექიმთან. მაგრამ იმას მე არ აკრიტიკებენ ექიმს დიაგნოზის დასმის შემდეგ და საქართველოში დიაგნოზი დაუსვა აკრიტიკებენ. გააჩნია როგორ მოიქცევა ექიმი. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით გააჩნია დიაგნოზი. მინდა გითხრათ ხა ვიცით რომ რაღაც თათბირები ტარდება წინასწარ თუ იკრიბებით ჯურის წევრები და რაღაცას და გაკვალიანებენ რაღაც. აი რა მითითებები გაქვთ ხოლმე მაყურებელს აინტერესებს ეს კულისების შიდა სამზარეულო. მე ძალიან ღრმად განვიხილავ ვსწავლობ ნებისმიერ მონაწილის ბიოგრაფიას. გუშინ ვხედავდი მე გედოთ თქვენ და შევდივარ ინტერნეტში, სულ ვკითხულობ ვინ არიან, რა არიან მშობლები, რაზე არიან აღმოცენებული და ამან ეს გამიადვილებს მათი ფსიქოტიპის შესწავლას და სათანადოდ მიმართულების მიცემას შემდგომში. ამ ფსიქოტიპის მიხედვით შენ ზუსტად იცი ალბათ რა სათქმელი როგორ მიაწოდო, ანუ ყველას უპოვნე თავის გასაღებით 12 მონაწილეს ამ შემთხვევაში? კი. ხო. იმიტომ რომ ზოგი შეიძლება გაიგებს შენათქვამს და ზოგი ვერ გაიგებს. ხო, ანუ სერიოზულად ემზადებით ამისთვის. ხო, ვერ გაიგებს შეიძლება, იცი ძალიან ხშირად ძალიან კარგად იცი, ხა შენ დაახლოებით 20 წელია მიცნობ და ისეთი ფუნქცია მაქვს, მე ხანდახან უნდა ვაწყენინო ადამიანს. რომ ამის საშუალებით ადამიანმა თვითშემეცნება გააღრმაოს. მე მაქვს ეს ფუნქცია, სკოლიდან მქონდა, ბაღშიც ეგ ფუნქცია მქონდა და მით უმეტეს ახლა როდესაც უკვე კვალიფიცირებული ჟური ვარ, რა თქმა უნდა მივცე ადამიანს მიმართულება. იცი რა მაინტერესებს წინა სეზონზე მე მახსოვს შენ მოგდიოდა კონკურსანტების ნათესავებისგან ასევე ძალიან ცუდი წერილები ლექსიკა მათიც არ იყო სათანადო თუ ყავს ისეთები ვინც დღემდე გემდურიან და არ გელაპარაკებიან წინა მონაწილეებს გულისხმობ წინა სეზონის
კი, როგორ არა, ერთი ოჯახი დამემდურად და სალემს პერიოდულად მანძლევს. ხო, იმიტომ რომ მე მახსოვს იმ ერთ-ერთი კონკურსანტის ნათესაობა გწერდა რაღაცა ცუცერილებს, ხო? შენ ჩაგიკაკლე ყველაფერი და ეხა არ განვიხილე. რამდენი ინფორმაცია. თეონა, მაინც რომელი უფრო რთულია თქვენთვის შენიშვნის მიცემა, შექება თუ რაღაც ნეიტრალური სიტუაციის გამოძებნა თუ არ? ჩემთვის არაფერი არ არის. ხო, ხარ ზოგიერთი სიტუაცია იცი საქმე. შენიშვნის მიცემა და შექებაც არის ყოველთვის სიმართლის ფარგლებში. ობიექტური. ობიექტური არ ვიცი რამდენად ობიექტურია, ჩემი მსოფლმხედველობა და ჩემი მუსიკალური ყურია და ჩემი მენტალიტეტია. ყველაფერი ეს არის სიმართლე, ამიტომ ეს ყოველთვის არის ჩემთვის ადვილი. ხო, მაგრამ ვისთვის როგორი მისაღებია, ვინ როგორი იქ მათი პრობლემა არის, აბსოლუტურად არ ვფიქრობ ამ თემაზე. აბსოლუტურად დელიკატურობას სულ ვცდილობ ხოლმე და ღამე ვფიქრობ ხოლმე, რა ვთქვა მეორე დღეს. მონაწილეებთან კი არა, ჩემი 7 წლის შვილთან რო იცოდნენ ანიკო, როგორ ვემზადები ნებისმიერ დიალოგისთვის. ნებისმიერ ადამიანთან დიალოგი არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ჩემი დიალოგი ყოველთვის იწევს რეაქციას. ან ზრდას, ან პირიქით რეგრესს, ესე რაღაცა ესეთი ფუნქცია. ძალიან კარგად უნდა იცნობდი იმ ადამიანს, რომ დაალოგე. ხა შენ შვილს ყველაზე კარგად ალბათ იცნობ შენს. და ალბათ იყო ერთი დღე კითხა საიდან სხვათა შორის ცნობა არ არის მთავარი. აი მახეს მე ვიყავი 17 წლის. როდესაც ჩამოვედი კონკურსიდან და ვიყავი ბათუმში, აყრილი მაქვს ფეხები მაგიდაზე და რაღაცებს ლაპარაკობ და გოგოებმა დამისვეს კითხვა რაღაცა ჰიუსტონის ბოლო ალბომზე, მე ვარ 17 წლის მაშინ და ნუ გავილექსე ენა და გავაკრიტიკე ეს ალბომი და მოვთხარა ეს ჩვენი ვითნი და უკან ზის კოტე ყუბანეიშვილი, როგორ მახსოვს იცი? და ხელი დამარტყა და შენო ვინახარო? მე თეონა კონტრიძე ვარ. რაზე ბოდიალობ? რა თუ ისმენო საერთოდ რეებს ბოდიალობ საერთოდ. აი ადგა და წავიდა და დამტოვა ამ ინფორმაციის ამარა. კიდევ უარესები რა დედას გეფიცები. აი არასდროს კოტესთვის არ მithქვია ამისთვის მადლობა. ამან მოახდინე ჩემზე იმხელა ეფექტი. მე იმ წელიწადში წავიკითხე იმდენი წიგნი. თემატიკა რა იყო? თომას მანიდან დაწყებული ჰერმან ჰესენდე და კი, თომას მანი სულ ჩემი ცხოვრების ლეიტმოტივი. ანუ ჩემში გამოიწვია ამ მისმა სამურაულმა უსაქციელობამ, აჭაღ ესეთმა წიხლმა ისეთი ზრდა კოტის უხთი ძალიან დიდ და პასუხიც ვერ გაეცით, ხო? ხო, იმიტომ რომ ბოდიალო. ანუ გამორთო იქიდან ქართულად როგორ არის შტეპსელიდან. ხო, აი იქიდან გამომგლიჯა, ჩემი ეგოს სივრციდან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. თვითონ გაგიკეთებია ესეთი რამე? კი, მაგრამ სამწუხაროდ ვიღაცაზე გამომსვლია და ვიღაცაზე ფატალურად არ გამომივიდა და ძალიან განვიცდი. ხო, არ ვიცი, მეც ალბათ მიხნია და რამდენად კარგად ჩაული ამას არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვაღიარებ. თეონა, არიან მონაწილეები, რომლებიც გეტენებიან, იმიტომ რომ ჟიურის წევრი ხარ? ვისაც წინასწარ არ იცნობდი. არა, არიან ჟიურის წევრები, მე გუშინ დავაფიქსირო, რომ არიან ჟიურის კი არა და მონაწილეები, რომლებიც მეტენებიან როგორც ქალს. ეგ სხვა თემა, ჩემო თეონა, ეს ეს პარახავნიცა. ხო, ნუ გუშინ ერთ ფორმაში ყავი, მე შეგეწერე რომ შემოვედი. სამწუხაროდ მე და შე რეგულარულად ვეტენებით ისე. გავაგზავნე. უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი ის რაც ვერ დაინახეს. ისეთი ქვედა ბოლო ეცვა თავისი უკან ადგილზე. ჯერ მეგონა რომ ლაქა აქვს, მე ახლოს მივედი და ხელით შევეხე. საოცარ ფორმაში იყო წელს ქვემოთ, რაც თქვენ ვერ დაინახეთ, თორემ სამწუხაროდ ტენვა ის ქვედა ბოლო კი უნდა მომეტანა ისე ხელით და უნდა დამეტო გვერდით, გოგო მარას გვერდით. აი მონაწილე რო გეტენება მამაკაცი, როგორც მამაკაციზე განიხილავ თუ მონაწილეა და მეტენება, თუ სქესი მაინც თავის ეშვება. იცი რას ნიშნავს? აი მაგაზე, მაგ კითხვაზე ვერასდროს ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ პირად სიმპათიას ვერასდროს ვერ გამორიცხავ. აი ვერასოდეს, რანაირი ობიექტურიც არ უნდა იყო. შეიძლება მანდ ობიექტურობა არ არის. ხო, შეიძლება იცი რა უმეტად ერთხელ დაფიქსირებული მაქვს, რომ აი ქართველი ბიჭი მღეროდა კარგად და რუსი ბიჭი მღეროდა კარგად. რუსი აი 1-4 თითის დადება კიდევ ცოტა მეტი იყო. და მაინც ქართველი ბიჭის მიმართ ქონდა უფრო სიმპათია, იმიტომ რომ რაღაც ჩემიანი იყო აპრიორი. და იგივეა ზუსტად კონკურსანტებიც, როდესაც ადამიანი არის სიმპათიური და მის მიმართ განეწყობი, ჯერტი გუშინდელი ეს რეგბისტი იყო ულამაზესი. ძალიან კაი ბიჭია კი. და დარწმუნებული ვარ, რომ გახურდება ეგ ბიჭი, რაღაცა ის აქვს აი. კი, მოდის. მოდის ეს. გაიხსნება. კი, უსათუოდ. როგორ შეიძლება მაგის მიმართ მედალიზა
განსამწუხაროდ სახეებს ვერ ხედავდით, უბრალოდ რეპლიკები მესმოდა და ამ დროს მალავ თოკავ შენს ემოციებს ვიღაცის სიმპათიას თუ გამოხატავ პირდაპირ. გამოხატავ პირდაპირ. გამოხატა წყალბურთელზე გვახსოვს თეონა. წყალბურთელზე ილოზე თქვა რომ დარწმუნებული ვარ წყალბურთელი გეშლება, სხვათა შორის ვიღაცაში გეშლების. არა, ის რომელი იყო? ის ბიჭები რომ მოსული რო იყვნენ საბარეთში. ზურგები. წყალბურთელები არ იყვნენ. ხო, მაგრამ ჩემი ფავორიტი წყალბურთელი არ ყოფილა. მიშა ბაღათურიას ვუხდი ბოდიშს, მაგრამ ამის ფავორიტი იყო მისი კოლეგების ზურგები. ხო. ზურგები, ხო, აი ეს მახსოვს ფავორიტი. ნუ ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსახიობისთვის, მომღერლისთვის მით უმეტეს. ხო, მაგრამ იცი რა არის, არსებობენ ძალიან ლამაზი ბიჭები, აი ძალიან ლამაზი ბიჭები და ძალიან ლამაზი გოგოები, რომლებიც არიან აბსოლუტური პენოპლასტი. და მე ხშირად ამრევია და შენც ხშირად აგრევია. უნდა გავიცინო რა პრა დავაპაუსო. კოტე ყუბანეიშვილი ჩამიტარა ეხლა. გამოგრთო. გაძლევ. შეიძლება ხოლმე, მაგრამ ნუ ეს არის ცხოვრება. კი, გეთანხმები, არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს ეს სპორტსმენი, რომელიც გუშინ შეიძლება ისე ვერ იბღერა, მაგრამ კარგი ხარეზე, რომელიც ფაქტიურად ბევრჯერ შეგვშლია და არ გამოგვსვლია. აი ახლა უკვე როდესაც ბევრი წიგნი წაიკითხე, თომას მანი გადაიკითხე, იმოგზაურე 64-ში იყავი, ჯოჯო ყველგან იყავი. ჯოჯოხეთშიც იაპონია გვაქვს მე და ქათმიკას წინ აპრილში მივიდივართ საკურის ყვავილობას. 64-ში მიდიხარ. 64-ის პრეზიდენტთან მივიდივართ. კი, დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ეს იქნება ალბათ ყველაზე 7 ადგილი სადაც ნაყოფ მაგრამ იცი რა მაინტერესებს მივხვდით იმისა რომ აი ახლა ძალიან კომპეტენტურად გავიხილავთ ეს პენოპლასტები ჩვენ აღარ გვეხება. დღეს პენოპლასტზე არ გადაირები? რომელ პენოპლასტზე? რომელსაც ემოცია არ აქვს, უბრალოდ ლამაზია. უბრალოდ პენოპლასტია. როგორ არ გადავირებ? ჯერ 38 წლის ვარ და მაქვს გამოსწორების პოტენციალი მაქვს. ჯერ წინ არის კიდევ. არასდროს არ მინანია სხვათა შორის აი ეს რაღაცა ჩემი სისულელეები. იმიტომ რომ ჩემი სისულელეები ძალიან მართობს. არ ცხადია და ეს სისულელე როცა აღარ იქნება, ალბათ მე ცხოვრებას აღარ მოგინდება, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიურად. ანუ შეცდომებზე არ ფიქრობ და მე არ ნანობ. შეცდომებზე არ ფიქრობ, სულ ფიქრობ, მაგრამ არ ვნანობ. იმეორებ იცი რა, მე გეტყვი რატო არ ნანობს და რატო არ ფიქრობს ან რატო ფიქრობს. მისი მეორე ნახევარი კოლა, ამას არ ვიცი, კოლა ყავს საკურა, სადაც მიდიხარ, ის ყავს სახლში. ის ამას ისე აბალანსებს თუ არ ვიცი რას უკეთებს ამის აი ექსპერიმენტებს ამის ხო სახეს რო ზემოთ რო აწევ ესე ცაში და რო ფიქრობ და რო იძახი რო ღმერთო ეს რატუზი დამეც აი და მაინც იძახის რომ მე ჯერ არ ვიცი ეს ის არის თუ არა სიკვდილის წინ ვიტყვიო აი არას აი ტანე მარიას შვილების ისტორია ხო იცი 8 შვილი რო ყავს თუ რაღაცა მილიონი შვილი რა 13 და ყველა არის სხვადასხვა მამაკაცისგან რასაყარელი და შვილები ეკითხები რომ შეიძლება გითხრა ვინ არიან მამები და ეს მამაჩვენები სიკვდილის წინ ყველას ანუ კოლა და ტანია მარიას კოლა და ერთ დღეში არიან ზუსტად ხო კოლა უნდა იცოდეთ ალბათ მოვადრო ფართო აუდიტორია მოვადრო რომ გავაცნობთ მაყურებელს თუ ეს მას არ უნდა ეგ იმდენად დამოკიდებული არის კოლაზე იმდენად ჩემზე არ არის ეს დამოკიდებული იმიტომ რომ მაგ ბიჭის ნუ სვანი არის ნამდვილი ლამაზი ქერა თან ქვემოსვანი კი არ არის ზემოსვანი არის აი კოშკიდან ოღონდ ჰაბიტუსით სულ ვერ იტყვი რომ ესეთი არის რაღაცნაირად მშვიდი ლამაზი გაღიმებული ქერა ძალიან გახსნილი და ამ დროს თეონა კონტრიძე ბობოქარი აი ეს კოჭეებში ყავს მაგრამ არ უყვარს ტელევიზია არ უყვარს ეს გამოჩენა ეკრანზე ხალხი არ უყვარს მე საერთოდ ვერ დავაფიქსირე სამი ადამიანის გარდა რომ მაგ ბიჭს ვინმე უყვარდეს ეს თეონა და მისი შვილები და ჩვენი არის შვილი სულ ეკითხები რა ჩემი მეგობრები გიყვარს ვიღაცა მე სიმპათიურობ არ სიყვარულს არ გაიხგული არა მაგრამ სვანი რაღაცა არის გიყვარს მიყვარს არა კოლიკა ვინმე გიყვარს ჩვენს გარდა დედა კი დედა მიყვარს მეოთხე დედა მამაზე ფიქრობ სვანი რაღაცაა თუ ესეთია ტუზი დამეცა და მაინც სვანია ოიძახით აი სვანური ტუზია რაღაცა სვანურ ჟანრში მოღვაწეობს ჯმუხია და ისეთი რადიკალური ეს არის თეთრი და ეს არის შავი შე რატო უყვარხარ არ ვთქვამს არასდროს რატო უყვარვარ ეგ მაგის მოტივაცია არ არსებობს პირდაპირ გიყვარდება რა შეიძლება იცი საქმე ყველა საოცრება იყო ის რომ გავიცანით ერთმანეთი არ იცოდა რომ მღერი ვარ იმიტომ რომ მაგას დავაბრალებდი რომ ალბათ სიმღერა მოისმინა და შეუყვარდი ან
ზუსტად იგივე წონაზე ვიყავი როგორც ვარ სულ ყოველთვის. ჩემი თვალთახედვით საერთოდ არანაირი საბაბი არ მიმიცე რომ შევყარებოდი. არც გარეგნული ნოლების ნოლი წარსდეგი მის წინაშე აბსოლუტურად. აი პერიოდი ქონდა გოზალა რაღაცა ნასვამი კლუბში საშინო მდგომარეობაში რატო შევყარდი არ ვიცი. მაგან გაიხაროს. აი რაღაცა მაგია მოხდა მასთან. ნამდვილად მოხდა მე ვიტყვი უბრალოდ შემსრება როგორ შეძიცინებს თვალებში და სულ კოცნის ხშირად მაღიზიანებს ესე რომ კოცნიან ხოლმე ერთმანეთს ახალხოთ ვარა ეს ის შემთხვევაა რომ შავი შურით თეთრი შური არ არსებობს შავი შურით ვუყურებ და არა რა თქმა უნდა თეთრი შური აი თეთრი ჩემო ჯადოქარო წავიდეთ ჯადოქრებში მერე ხო კაი და ერთი კითხვა მაქვს აი რა შეიძლება გააკეთოს კაცმა ქალმა ისეთი რომ პირდაპირ შეგიყვარდეს ან რა თვისება უნდა ქონდეს ან მოგეწონოს პენოპლასტის გარდა ნუ გარეგნული იერი რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ მე მგონია რომ ადამიანს აქვს საშუალება უყვარდეს ორი კრიტერიუმით. ან გიყვარს შენზე უკეთესი, ვისკენაც მიდიხარ, მიიწევ, ან გიყვარს შენი უარესი, რამე თუ გაქვს შემქმნელის იმდენად რამდენიც ყველა ღმერთის ნაწილი ვართ, გაქვს აი ამ შემქმნელის ამბიცია და გინდა რომ ადამიანი წუმპიდან ამოათრიო, გადაარჩინო, რაღაცა ზომები მიიღო რომ უკეთ იყვეს. დაანახო ის სილამაზები, რაც შენ უკვე დანახული გაქვს და გაუნაწილო და ასე შემდეგ. და ერთი ნახვით შეყვარება მარტო ქიმიური რეაქციაა, მე მგონი მეტი არაფერი. რომელიც მე შეიძლება გადავიდეს. არ ვიცი, მე ქიმიური რეაქცია არასდროს არ გადამსვლია, მე. ხო. პირადად. ეს ქიმიური რეაქცია ადამიანებზე, რომლებიც ოდესმე ჩემ გულში რაღაც ადგილი ქონიათ, ან გულში არა სადმე სხვაგან, ისინი ყოველთვის დღემდე იწვევენ ჩემში რაღაცა ფლორს. ძალიან კარგი, ალბათ ეს მართლა ესე მონაწილეებს მიმართავ 12-ს ვინც უყურებთ, ან უნდა იყოთ მასზე კარგი, რომ კეთილგანწყობილი იყოს, ან უნდა იყოთ მასზე ცუდი, რომ მისკენ მიუტყოდეთ. ძალიან მოკლედ. და ძალიან ნიჭიერი ალბათ. ეს ყოველთვის ანუ ნიჭიერება ისეთი რამეა. სულ რომ მეკითხებიან, რა ეს სიმღერა მოგეწონა, მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრია, მთავარია იმოქმედოს და მნიშვნელობა არ აქვს ამას პენოპლასტი მღერის ძალიან რაღაცა. ანუ შეიძლება თეონა დავუშვათ სიმღერა არ იყოს იდეალური, ისევ კონკურს უბრუნდები, მაგრამ აი რაღაც ისეთი მოდიოდეს მომღერლისგან, ნუ ამ შემთხვევაში კონკურსანტისგან, რომ გადაფაროს აი ეს რაღაც სიმღერის ნიჭი ყოფილა ესეთ შემთხვევა? აი დალიახსენეთ თქვენ და წინა კონკურსანტები. არა, დალი ცუდი შედარება და ცუდი მაგალითი არის. დალი მაგ შემთხვევაში არა. აი მაგალითად აი სიმღერა რო იყო, ხო იცით, ერთადერთი ჰიტი აქვს დამღერი ამ ტანიტა ციკარამს. აი რაღაცა მონოტონური რაღაცა ეს რო ტრიალებდა სიმღერა. აი სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ როგორ შეიძლება რომ აი ეს ენერგეტიკა საერთოდ დააფიქსირო ფირზე. და მივხვდი, რომ ეს შინაგანი მდგომარეობა ადამიანს, რაც აქვს, აი ეს რო არის პროდიუსერის მიერ დაფიქსირებული CD-ზე, ძალიან მაგარი გამოდის რა. ჩვენ მონაწილეებს რაც შეეხება აი ეს ნინი ცნობილაძე სხვათა შორის. მაგარი გოგოა რა. რომელიც გუშინ გამოვიდა რაღაცა უხასიათო პროფილში, ვერ მივხვდი უყვარს სიმღერა, თუ არ უყვარს სიმღერა, უყვარს პუბლიკა თუ არ უყვარს პუბლიკა. ვერაფერს ვერ მივხვდი, მაგრამ ისეთი აი ესეთი straight ენერგია მოდიოდა და იმდენად არის მასში აი ეს მუხტი, რაც აი ხო, არა. საბოლოოდ ქმნის ვარსკვლავს. რომ მე ვკითხე, რომ მე ცუდი ხასიათი გაქვს მეთქი, ხო და კი ძალიან ცუდ ხასიათზე რაღაც სულ თავს ვეძებ ტრაპაპა, მაგრამ აი ეს არის რა, ისეთი შინაგანი სიძლიერე მოდის მაგ ბავშვს, რომ აუცილებლად აღმოცენდება მისგან რამე. და ხმაც რაღაცნაირად განსხვავებული აქვს აბსოლუტურად. ხმა და სხეულის აი აბსოლუტური შეუსაბამობა რა, გეგონება ხმა სხეულში არ ეტევა. ისეთი ხმა მოდის. არ ეწყინოს სხვებს, ჩვენ საუბრობდით არა კონკურსანტზე, არამედ მონაწილეზე, ასე რომ ერთი ვიცი რომ საკურა უნდა დალაშქროთ შენ და ქათამაძემ. კიდე რა გეგმები გაქვს? კიდე რა გეგმები მაქვს? წელს მინდა მაროკო. აუცილებლად, წელს მინდა ახალი CD-ს განხორციელება ყველა ვარიანტში. ორი CD-ს განხორციელება, რუსულენოვანი და ქართულენოვანი მინდა რომ დავიწყო. ერთი ჩვენთვის. რა შეიძლება იცით საქმე, რუსეთში არის ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი ახლა.
და როდესაც ფინანსური კრიზისია, ყოველთვის ირთვება, ყოველთვის ხელოვნების აქტივობა, იმიტომ რომ ფული მაინც არ არის და ხალხი იწყებს ფიქრს და ქექვას შინაგან რესურსში. ხო და ეხლა დავფიქრდით ამაზე, რომ ნუ რაღაცა კონცერტები ცოტა და შემცირდა და დავფიქრდით რაღაცა სხვა მიმართულებაზე და სხვა და რაღაცა ახალი უნდა იმღერო, გააქვს რაღაც გეგმაში უკვე რა შეიძლება იმღერო. არაფერი არ ეს თავისით მოვა. ძალიან კარგი. ისღა დაგვრჩენია დაგემშვიდობო ძალიან სამწუხაროა, მაგრამ შემდეგი ნაწილი გადაცემის ძალიან საინტერესოა ალბათ ქალებისთვის, იმიტომ რომ სტატისტიკაა შემზარავ, ეს არის ძუძუს კიბო. და ზოგადად არაკულტურული ერი ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად დავდივართ იგივე სკრინზე. ხო. მე შევდივარ. მე პირადად შევდივარ. კი, აი გერმანიაში ვიყავი ოქტომბერში. კულტურა მაქვს, იმიტომ რომ მე მქონდა ცხოვრებაში სიტუაცია დეიჩემთან დაკავშირებით, დეიჩემი გარდაიცვალა კერდის კიბოთი და ყველა დაავადებული ქალი და ყველა პოტენციურად დაავადებულები ვართ, ეს გავრცელებულია ძალიან და უნდა ყოველი წელი უნდა ვიკეთოთ ანალიზები, კულტურაში უნდა შემოვიდეს, ეს ტენდენცია უნდა იყოს, უბრალოდ აი როგორც ჭამა. ნუ მე დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე გავიზდებით ჩვენ ნაბიჯს. აუცილებლად უნდა მივხედოთ ამ თემას, ყველანაირ საერთოდ საშვილოსნოს, მკერდს, რაც არის ეს ქალის კიბოები და ქალის ონკოლოგია, ყველამ უნდა მივხედოთ ამ თემას. ანუ ძალიან კარგად ახსნა შემდეგი ნაწილი. და დაუჯეროთ მე მგონი თეონა კონტრიძეს. მაგრამ ამას გარდა ჩვენ კიდე გავიგებთ ახალი მეთოდი არსებობს, რომელიც ძალიან ძვირია, მაგრამ დღეს ჩვენ ვცდილობთ საქართველოში, რომ ეს გახდეს ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი. ეს არის დამიზნებითი თერაპია, ანუ კონკრეტულად ჩვენ დაავადებულ უჯრედზე აკეთებს ზემოქმედებას და ცოცხალ უჯრედს არ ეხებს. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. რომელიც მხოლოდ კერდის კიბოს დროს არის შესაძლებელი. გადაცემის შემდეგ ნაწილში ჩვენთან იქნებიან სტუმრად ადამიანები, რომლებიც ებრძვიან კიბოს და ასევე მეგობრები ამ ორგანიზაციის, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი ქალებისთვის, ვისაც აქვს ეს პრობლემა. შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნაწილში და დეტალურად ვისაუბროთ ძუძუს კიბოზე და კონკრეტულად ამ თერაპიაზე. მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა.